ოლიგარქის ხელისუფლება ყავდა ეფემერულ მშვიდობაზე საუბრობს საქართველოს დაუძინებელი მტრის რუსეთის იმპერიის მიმართ და ამის პარალელურად თესავს არეულობას, შუღს და მტრობას საქართველოში. საქართველოს მოქალაქეებს უპირისპირდება რუსული და ბოლშევიკური მეთოდებით. რუსეთის დავალებით ებრძვიან თავისუფლებას და თავისუფალი აზრისა და ქმედების ნებისმიერ გამოვლინებას. რუსული ბოლშევიკური სულისკვეთებით თავს ესხიან პოლიტიკურ ოპონენტებს და ცდილობენ ფიზიკურად გაანადგურონ რეჟიმისადმი დაუმორჩილებელი ადამიანები. ყოველდღიურად გვეუბნებიან, რომ მათი გაგებით მშვიდობა არის მონობა და თუ არ ვიქნებით ჩუმად, მოგვექცევიან ისე, როგორც ოპონენტებს მხოლოდ რუსეთში ექცევიან და არა მხოლოდ ოპონენტებს. აწამებენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, გამოცხადებული აქვს სიკვდილის ქრონიკა და ამ ყველაფერს პირდაპირ ეთერში გვაყურებინებენ. ამას ემსახურებოდა ასევე პირდაპირ ეთერში ბათუმში დღეს ნანახი. კადრები. არ გაბედო წინააღმდეგობა, არ გაბედო ბრძოლა და არც კი იფიქრო გამარჯვება. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა დღეს გიორგი კირთაძეზე თავდასხმა. ადამიანზე, რომელიც არის ახალი პოლიტიკური ლიდერი, კონკრეტული ხედვებით, თუ როგორი უნდა იყოს ბათუმი, თუ როგორი უნდა იყოს აჭარა და თუ როგორი უნდა იყოს საქართველო. თავდასხმა ადამიანზე, რომლის მიმართაც ვერავის ექნება ვერანაირი წყენა და შუღლი. თავდასხმა ადამიანზე, რომელმაც დაამარცხა ოცნება მერის არჩევნებში უპრეცედენტო ზეწოლის დევნისა და გაყალბების პირობებში. ეს არის სახელმწიფოს მართვის რუსული მეთოდი. როდესაც ხალხისთვის სათქმელი აღარაფერი აქვს უკვე დიდი ხანია, ბიძინა ივანიშვილს გარდა ასეთი აგრესიული ქმედებებისა და ქცევებისა. ყველას უნდა ახსოვდეს, მსგავსი ქმედებები ვერასდროს გახდება მისაღები ნორმა საქართველოს მოქალაქეებისათვის, იმიტომ რომ საუკუნეების სწრაფვა, ისევე როგორც ქვეყნის მომავალი არის ევროპული და ასეთი ქმედებებისთვის ყველა უშუალოდ ყველა დამნაშავე აგებს პასუხს. ასეთი საქართველო ვერ გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა საქართველო ვერც ისეთი გახდება, რასაც ოლიგარქი ცდილობს რომ შეგვაგუოს. ქვეყანაში სადაც მისწრაფება არის ევროპული, რუსული იდეოლოგია და მისი მთავარი ინსტრუმენტი ოლიგარქი ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება და დამარცხებისთანავე დაიჯდება ყველა მოძალადე და თავდასხმელი. დიდი მადლობა.